ბრიტანული ბიზნეს გამოცემა CTAM-ის ინფორმაციით, კომპანია Nestlé-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია იმედზე გავიდა. სტატიის თანახმად, Nestlé-ს შიდა გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიენ ჯილი ხელმძღვანელობს და მასში ჩართულია ლონდონის იურიდიული გუნდის წარმომადგენელი მარკ მორის ჯონსიც. გამოცემის თანახმად, ზოგიერთმა გლობალურმა ბრენდმა სანქციების შემდეგ იმედთან კავშირი მყისიერად გაწყვიტა, მათ შორის BBC-მ, რომელსაც არხისთვის ცევკავენ ვარსკვლავები ჰქონდა ლიცენზირებული. სტატიის თანახმად ასე არ მოიქცა Nestlé, რომელმაც იმედთან კომერციული ურთიერთობა სანქციების შემდეგაც შეინარჩუნა. სანქციების ნებისმიერი წინა დარღვევა უხერხულ დარტყმას მიაყენებს Nestlé-ს, რომელიც 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა რუსეთთან ბიზნეს კავშირების შენარჩუნების გამო. მან მაშინ განაცხადა, რომ კომპანიამ ვერ გაამართლა თავისი სლოგანი „კარგი საკვები, კარგი ცხოვრება“. მოგვიანებით იმავე წელს კომპანიამ რუსეთში საქონლის უმეტესი ნაწილის წარმოება და გაყიდვები შეაჩერა. ბრიტანული ბიზნეს გამოცემის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა, რომელიც სანქციების რეჟიმს ზედამხედველობს, თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. Nestlé-ს სპიკერმა კითხვა, რომ კომპანია ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას იცავს, მათ შორის საქართველოში.